ბილეთი ხო არ გაქვს? ეგ ზარები შემოდის უამრავი, ამდენი ზარი, ეხლა თუნდაც ხო დევს ტელეფონი. ეხლა ამ გადაცემის ბოლოს შეგვიძლია ნახოთ და რამდენი იქნება ზარი, SMS-ი, ცალკე სოციალებში, WhatsApp-ი, Viber-ზე მოკლედ სავსეა. პირველი, რა თქმა უნდა, არის ბილეთი. მერე არის სამ კატეგორიად იყოფა. ეს არის ბილეთი, მეორე არის მაისური ვინმესი და მესამე არის დაბადების დღის მოსალოდისი ვიდეო. აქედან ყველაზე ძნელი შესაძლებელი არის, რა თქმა უნდა, ბილეთი. ბილეთი. ხო, იმიტომ რომ ფაქტიურად ხელა მოთხოვნილებაა, რომ 1 საათში, 2 საათში ფაქტიურად ყველაფერი გაყიდულია, ხო. შემდეგი მოდის დაბადების დღის ვიდეო, და მე რა თქმა უნდა, მაისური და ხელმოწერა. მაისური და ბოლო-ბოლო მიუტანდა ხო, მაგრამ ეს სულ ვიდეო რა ყველა სახელზე ხა ვიდეო ამაზე იმაზე აბა იმას და ხო კიდე ახლა დაიმატა რა ნახე კიდე მაისური დაუშვათ მაისური მოგაწოდა რომ ხელი მოაწერი ხო მე გეუბნება თან თან ხელ მოაწერი და თან ვიდეო გადაუღე რო აწერ აიგე ხო რომ ნამდვილად მოაწერა და მოკლედ თელი ისენი ვაღიარებ მე თვითონაც ფიქრობდი ჩემი შვილისთვის ფეხბურთს ედადის და ვთხოვო მეთქი მაგრამ ვერ გავუბედე და კიდე კაი ვერ გავუბედე ხო არა ის რაღაცა მარაგი უნდა იყოს მე მგონი ხუმრობებიც იყო რომ წინასწარ კი არა და ძველები რაც არის ერთ იგივე სახელი ხო ბევრს ქვია და გიორგი ახლა რამდენი გიორგის ექნება ხო რა თქმა უნდა ზუსტად ხო კიდე არის რომ სახე გვარსაც იძახი რო დაუშვათ ხო ამას და ამას უმილსო დაბადების დღეს